პოლიციის დღე აჭარაში საზეიმო აღლუმი ბათუმში ახალ ბულვარში კობრების კოლონამ სპეცტექნიკამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს 4000-მდე წარმომადგენელმა ჩაიარა აღლუმში ძალოვანი უწყების ყველა დანაყოფი მონაწილეობდა. პოლიციის რეფორმა საქართველოს სახელმწიფოს გაძლიერების ერთ-ერთი საფუძველი სამართალდამცავების პროფესიული დღე პრეზიდენტმა მიულოცა და სიტყვით მიმართა. საზეიმო აღლუმს საქართველოს მთავრობა, გენერალიტეტი, დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო მისიები დაესწრნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომლები განახლებული ბულვარის მთავარი შესასვლელიდან პირველები შემოდიან. საპატრულო პოლიციის ავტომობილები ზღვის სანაპიროს მხრიდან იწვრებიან. მათ უერთდებიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დაზვერვის დაცვის სამსახურის საპატიო ყარაულის თანამშრომლები. ბულვარისკენ მიდის კობრების კოლონა, ზღვის მხრიდან კი სანაპირო დაცვის კატარღები და სადესანტო ნავები. დანიშნულების ადგილი ბათუმის განახლებული ბულვარის ცენტრია, სადაც საქართველოს პოლიციის 4000-მდე თანამშრომელი 6 მაისის წვიმიან ამინდში მზის გამოსახულებას ხატავს და ქვეყნის მთავარ სარდლს ესალმება. გამარჯობათ ბატონებო! გილოცავთ პოლიციის დღეს, გიორგობის დღეს და აჭარის გათავისუფლების დღეს. თუ დღეს საქართველოს ძალიან ბევრი ხალხი შენატრის ჩვენ გარშემო. თუ დღეს საქართველოს გარშემო შეიქმნა ეს იდეა, ეს მე არ მინდა თქვა მითი, იმიტომ რომ ეს რეალობაა, მაგრამ ამდენი საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველოს შეძლო პრაქტიკულად შეუძლებელი ამ ღვთისგან მიტოვებულ პოსტსაბჭოთა სივრცეზე შექმნა თანამედროვე სახელმწიფოს ყარი საფუძველი, ეს პირველ რიგში არის თქვენი დამსახურება. პოლიციის რეფორმა იყო პირველი მთავარი რეფორმა, რომელიც ჩვენ გავატარეთ. იყო შობელი ყველა სხვა რეფორმის და ჯერჯერობით ყველაზე მთავარი სიმბოლო ჩვენი გარდაქმნის და ჩვენი ახალი სახელმწიფოებრიობის შექმნის. განსხვავება ძველ პოლიციასა და ღევანდელ პოლიციას შორის არის არა მხოლოდ ფორმები ან მანქანები ან შეიარაღება ან თუნდაც ხელფასი და არც თუნდაც ის რომ წინა პოლიცია იყო კორუმპირებული და ღევანდელი პოლიცია მთლიანად თავისუფალია კორუფციისგან. თავარი განსხვავება, ჩემო მეგობრებო, არის ის რომ წინა პოლიცია თვლიდა, საბჭოთა მილიცია თვლიდა, რომ ხალხი იყო მისი საკუთრება, ხალხი იყო დამცირების, გამოძალვის, წამების, მისი სახურის ობიექტი და დღევანდელი პოლიცია თვლის, რომ ის ეკუთვნის ხალხს, ის წარმოადგენს ხალხს, ის იცავს ხალხს, ის ემსახურება ხალხს და ამიტომ ხალხი პასუხობს ყველაფერს ამას სიყვარულით. თქვენ ამას გზდობთ, თქვენ სამსახურში, თქვენ ამას გზდობთ და თქვენი ოჯახის წევრები გზდობენ ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ დღევანდელ პოლიციელებს საზოგადოება ეკიდება მოწიწებით, სიყვარულით, როგორც თავის და სამშობლოს დამცველებს. ქართული ოჯახების ნდობასთან ერთად მიხეილ სააკაშვილის თქმით, პოლიციელებმა ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც ბევრი მტერი შეიძინეს. ამის მიზეზი კორუფციის დამარცხება, სამართლიანობის აღდგენა, ხალხის ერთიანობა და საქართველოს სახელმწიფოს გაძლიერება იყო, რომლის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი სწორედ პოლიციის რეფორმა და პროფესიონალიზმია. დღეს ქართულ სახელმწიფოს პირველ რიგში ებრძვის ის, ვისაც უნდა კორუფციის და კრიმინალური და ორგანიზებული დანაშაულის დაბრუნება საქართველოში. დღეს ებრძვის ის, ვინც ვერ შეეგუა იმას, რომ მარტო მათ ქონდათ პრივილეგიები, მარტო ისინი დადიოდნენ კარგი მანქანებით, მარტო მათ ქონდათ დენის სახში, იმიტომ რომ გენერატორები ედგათ.
მარტო მათი შვილები სწავლობდნენ კარგ სასწავლებლებში. მარტო მათ ჰქონდათ პრივილეგია პირველ რიგში სხვა ადამიანის და მათ ჰქონდათ ეს პრივილეგია სხვა ადამიანის დამცირების, სხვა ადამიანის შევიწროების. დღეს პირველ რიგში გებძვით ის, ვინც ვერ აიტანა, რომ საქართველოში დღეს კარიერა კეთდება არა ნაცნობობით, მეგობრობით, ნათესაობით, გთამებით, არამედ იმითი, რომ უანგაროდ ემსახურო თავის სამშობლოს, ემსახურო შენ მოქალაქეებს და ემსახურო საქართველოს მომავალს. დღეს თქვენ საქართველოს სახელმწიფოს ებრძვის ორგანიზებული დანაშაული, რომელიც განიდევნა სახელმწიფოდან. ჩვენ მოახერხეთ ორგანიზებული დანაშაულის აღმოფხვრა ჩვენს ქუჩებში. ჩვენ მოახერხეთ მაფიის განდევნა ჩვენი ციხეებიდან, უბრალოდ მისი პოზიციების მოსპობა და შევიწროება. ჩვენ მოახერხეთ ორგანიზებული დანაშაულის, ქუჩის მენტალიტეტის, ხულიგნობის, შაური გაგების განდევნა საქართველოს სკოლებიდან. დააკვირდით, რაზე მიდის დღეს ყველაზე მეტი შეტევა? მიდის შეტევა ჩვენს პოლიციაზე, მიდის შეტევა ჩვენს მანდატურებზე, მიდის შეტევა ჩვენს პენიტენციურ რეფორმაზე. იმიტომ რომ ყველაფერი ეს განასახიერებს ახალ საქართველოს და შეტევა მიდის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და საქართველოს მომავლის იდეაზე. იმიტომ რომ ჩვენ მტერს ყველაზე უფრო საშინელ სიზმრებშიც ვერ წარმოედგინა, რომ ამ ადგილზე ქართველები როდესმე შეძლებდნენ ერთმანეთთან შეთანხმებას, ვერ წარმოედგინა, რომ ქართველები როდესმე შეძლებდნენ ისეთი რამის შექმნას, რომ ჩვენ რაღაც ჩამორჩენილი მაჩანჩალა დანამატი კი არ ვიქნებოდით იმპერიული სივრცის, არამედ ყველგან დაწყებული ყოფილი იმპერიის ჩაგრული ქვეყნებიდან და დამთავრებული თვითონ ამ იმპერიის დედაქალაქით. ყველანი ლაპარაკებდნენ საქართველოს რეფორმებზე და საქართველოს წარმატებებზე. რომ ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ნავთობი და გაზი, შეძლო აი ესეთი ქალაქის აშენება, თუნდაც როგორიც არის ბათუმი. და ქმნის კიდევ სხვა ქალაქებს და სოფლებს. რომ ქვეყანამ შექმნა თავის თავდაცვის პოტენციალის გაძლიერება. რომ ქვეყანამ გადაიტანა ყველაფერი. ეკონომიკური ემბარგო, ენერგეტიკული ემბარგო, ყველანაირი პროვოკაციები და ბოლოს სოფლიოს ყველაზე თავზე ხელაღებული და ყველაზე დიდი სახელმწიფოს თავდასხმა და მაინც არ გაწყდა წელში. პრეზიდენტმა პოლიციელთა პროფესიონალიზმის კონკრეტული მაგალითებიც გაიხსენა და სამართალდამცველებს პირობა მისცა, რომ მათ შრომას სახელმწიფო სათანადოდ დააფასებს. მე არასდროს დამავიწყდება, როდესაც მოვდიოდი დასავლეთ საქართველოსთან, სადაც შემოვიდა მაშინ რამდენიმე ასეული რუსული ჯავშან ტექნიკა, ეს გზა ინტენსიურად იბომბებოდა მტრის მიერ, იყო საცობები შექმნილი გზაზე და მე არასდროს არ დამავიწყდება აი ამ ყველაფერ ორონტრიალში, ბომბების ქვეშ, წელში გამართული გაღიმებული პოლიციელები, რომელიც არეგულირებდნენ მოძრაობის წესებს და არეგულირებდნენ მოძრაობას რიქოთის უღელტეხილზე. მე არ დამავიწყდება ისიც, რომ როდესაც თბილისიც იბომბებოდა მათ შორის, ბევრი თქვენგანი დადიოდა სახლებში გაღიმებული სახით და ხალხთან მიქონდა ჯარიმები, რომელთაც ისინი სიამოვნებით იხდიდნენ, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი გზავნილი. ქართული სახელმწიფო არსებობს, ქართული სახელმწიფო იცის რას აკეთებს. ამგვარად პოლიციის ფუნქცია არის ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. პოლიციის ფუნქცია არის ზოგად სახელმწიფოებრივი. თუმცა ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისითაც საქართველოში დღეს არის რამდენჯერმე ნაკლები დანაშაული, ვიდრე ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელში და ვიდრე ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველოში არის უფრო ნაკლები დანაშაული, ვიდრე არის გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში. და ეს ყველაფერი თქვენ გააკეთეთ. ის რომ ეკონომიკა ვითარდება ამ ტემპით, ეს თქვენ გააკეთეთ მიუხედავად ყველა სიძნელისა. ის რომ ყველაფერი, ის რომ საქართველოს ყველა შეყურებს, ეს თქვენ გააკეთეთ. ის რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენ მომავალში, მათ შორის ყველა სხვასთან ერთად თქვენ გააკეთეთ. რა თქმა უნდა, მე ვიცი რომ ეს ყველაფერი არ კეთდება იმის გამო, რომ თქვენ თბილი ადგილებიდან სამსახურის ან ძალიან მაღალი ხელფასი. ხელფასი იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე თქვენ გეკუთვნით. და საქართველოს სახელმწიფო ბოლო რესურსებს დაამობილიზირებს ყოველთვის იმისაც, რომ ეს ხელფასი გაიზარდოს. მე ვიცი რომ რა თქმა უნდა ყველას არ აქვს საბინაო პირობები და ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ საბინაო პირობები პოლიციელებს შეექმნათ. მაგრამ მთავარი რისთვისაც თქვენ მუშაობთ არის ეს. განცდა იმისა, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა. გვეკუთვნის თითოეულ ჩვენგანს, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, მიუხედავად რელიგიური წამსისა, ეკუთვნის ერთნაირად ყველანაირ თაობის წარმოადგენს და პირველ რიგში იმ ბავშვებს, ვინც არიან აქ თქვენთან ერთად მოსულები. ეს არის განცდა იმისა, რომ როგორი მტერიც არ უნდა გყავდეს, როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა გაგვიწიოს, როგორი მოწინააღმდეგეც არ უნდა იყოს ძალიან ძლიერი და ძალიან ორგანიზებული, ჩვენ მაინც უფრო მეტად ორგანიზებული ვიქნებით, სულიერად, სიმტკიცით,
მაინც უფრო მტკიცეები ვიქნებით და ჩვენ რაც თავარია გვექნება ჩვენი ღირსება. ჩვენ ყველა მერთად დაუბრუნეთ ჩვენ ქვეყანას ის, რაც ყველაზე მეტად არ სიამოვნებს ჩვენ მტერს. ჩვენი ქვეყნის ღირსება. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ აღლუმზე საქართველოს დროშის ფერების ბუშტებით ხელში ბავშვები გამოჩნდნენ. მარიამ კახელიშვილმა და ანა ხანჩალიანმა პოლიციის ჰიმნი შეასრულეს. ამით პოლიციის აღლუმი, რომელსაც მთავრობის წევრებთან ერთად დიპლომატიური კორპუსი და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ, დასრულდა. ღონისძიების შემდეგ პოლიციელებმა შინაგან საქმეთა მინისტრისგან მილოცვა კიდევ ერთხელ მიიღეს. მე ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს, ულოცავ დღეს საქართველოს წმინდა გიორგობის დღესასწაულს, აჭარის განთავისუფლების დღეს და ყველა პოლიციელს ულოცავ პოლიციის დღეს. ძალიან ლამაზი სანახაობა იყო, იმედია ყველას მოგეწონათ და ტრადიცია დამკვიდრდა და ყოველ წელიწადს სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდება ესეთი აღლუმები. გასულ წლამდე პოლიციის დღეს სამართალდამცველები 10 და 30 ნოემბერს აღნიშნავდნენ, თუმცა შარშან თარიღი შეიცვალა. გიორგობის დღესასწაულსა და აჭარის რევოლუციასთან ერთად 6 მაისს ახლა უკვე ეს დღესასწაულიც აღინიშნება. გიორგობა და რევოლუციის 7 წლის თავი აჭარაში ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, რომელსაც საღამოს კონცერტი და გრანდიოზული ფეერვერკი დაასრულებს. ევროპის მოედანზე შეკრებილი მაყურებელი ნიკოლ შოუს, დიანა ლაბაძის, აჭარის სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლისა და აჭარელი მოხუცების ანსამბლ ბენმუხატ საკონცერტო ნომრებს იხილავს. და მზადება კონცერტისთვის რატი მუჯირი საუბრობს ბათუმიდან, რა ხდება ამ წუთებში. ამ წუთებში შეიძლება ითქვას, რომ უკვე ცოტა დორჩება კონცერტის დაწყებამდე, რომელიც დღევანდელ დღეს დაასრულოს ბათუმში, იქნება გრანდიოზული კონცერტი. უკვე წუთზე ელოდებიან იმ შემსრულებლებს, რომლებიც საღამოს უნდა გამოვიდნენ სცენაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ იქნება ერთი ჟანრის კონცერტი, იქნება მრავალფეროვანი სხვადასხვა ჟანრის მომღერლები და შემსრულებლები გამოვლენ სცენაზე და ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი შეეცადნენ ნებისმიერი ასაკის და გემოვნების მაყურებელი და მსმენელის მოთხოვნილება დაიკმაყოფილებინათ. მიუხედავად წვიმისა, ისინი ყველას ურჩევენ, რომ გამოვიდნენ ევროპის მოედანზე, რადგან საღამოს იქნება ძალიან კარგი კონცერტი. იქნება შერეული, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მიმართულების ანსამბლები, ფოლკლორული ანსამბლები, ჯგუფები და სოლო შემსრულებლები. მრავალფეროვნება იქნება და ჩვენ ყველას ველოდებით მოგდანდით 7 საათზე შევხვდეთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად. ახლა მიმდინარეობს მზადება, ტექნიკური სამუშაოები დასრულდება და ყველანი ვებზადებით საღამოს დიდი გალა კონცერტისათვის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი შემსრულებლები და მე ვფიქრობ ძალიან დიდი სიამოვნება ელოდება ჩვენი ქალაქის ცხოვრებლებს, ასევე ჩვენი ქალაქის სტუმრებს და ყველას ვეპატიჟებით საღამოს სწორედ აქ ამ ევროპის მოედანზე 7 საათის შემდგომ. როგორც გითხარით, უკვე ცოტა ხანში დაიწყება საღამოს კონცერტის რეპეტიცია. კონცერტი სავარაუდოდ საღამოს 7 საათზე დაიწყება და იქნება სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლები. უკვე ტექნიკური სამუშაოები მთლიანად არის დასრულებული, შესაბამისად ცოტა ხანში მოვლენ შემსრულებლები და გაევლიან რეპეტიციას. დიდი მადლობა რატი მუჯირი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში.